მოგესალმებით მეგობრებო, სეტის მორიგი ეპიზოდი, ამჯერად დრაფტით ბრუნდებით, რადგან სანაკრებო პაუზაა, გადავწყვიტე რომ ესეთი რამე ვითამაშოთ. მოგიწვიეთ 4 ადამიანი და თქვენ ევროპის შესარჩევ ციკლში მონაწილე ნაკრებებიდან უნდა აწყოთ საუკეთესო გუნდი, რომელიც მერე მაყურებელმა გადაწყვიტოს ამ გუნდებიდან რომელი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი. ერთადერთი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ ფეხბურთელების არჩევისას არის ის, რომ თუ ერთი ნაკრებიდან აირჩევთ ფეხბურთელს, ის ნაკრები თქვენთვის იბლოკება და ერთი წესი, რომელიც არ მithქოს გადაცემის დაწყებამდე და ახლა გეუბნებით, არის ის, რომ აუცილებლად თავარი მწვრთნელიც უნდა აირჩიოთ. თავარ მწვრთნელზეც ვრცელდება იგივე შეზღუდვა. უნდა იყოს რომელიმე ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად პენსიიდან, პენსიაში გასულ ადამიანს ან კლუბის მწვრთნელს ვერ იმას იზავს, ჩააბარებთ გუნდს და ასევე თუ აირჩიეთ მაგალითად ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრებიდან ფეხბურთელს ვერ აირჩევთ. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი რო ავიჩიოთ. მე ვიწყებ თომას ტუხელი. თომას ტუხელი მწვრთნელი გავს, ხო? კი, შეგიძლიათ გერმანიდან. მწვრთნელი შეგიძლიათ როცა გინდათ მაშინ აირჩიოთ. ეხლა ვინ იქნება პირველი ამისათვის ერთ შეკითხვას დაგისვამთ, ვინც მოიგებს და სწორად მიპასუხებს საათის ისრის მიმართულებით, მერე აირჩევთ ფეხბურთელებს. კითხვა არის შემდეგი. ამ შესარჩევ ციკლში, რომელიც ახლა მიდის UEFA-ს ეგიდით და უნდა გამოავლინოს ის ევროპული ნაკრებები, რომლებიც მსოფლიოზე ითამაშებენ, მითხარით ამ მომენტში, რომელი არის ნაკრები, რომელსაც აქვს ყველაზე უარესი ბურთების შეფარდება. ამ ნაკრებებიდან ახლა დასწრებაზე თუ ავიწყოთ? დაწერეთ. და მანდ გეოგრაფიულად რომელიც ახლოს ვიქნებით, თუ როგორ არა, მე დამატებით კითხავს დაგისვამ. აუ, რატო იცის? ანუ ბიჭო, დაწერეთ ახლა. ყველაზე უკეთესი გონი ვიცი და. კაი, მაიცა ერთი ვარიანტი. ჩემი გულის გასახარად დავწერ ამ ვარიანტს. ის არ არის? კაი, ხლა მაღალვითარ, ფულა შენი ვარიანტი. სან-მარინო. შენი ვარიანტი. უეჭველი არ არის, მაგრამ თურქეთი. კაი, მოლდოვა არის. ორივე სწორი ხარ და ნორვეგიასთან წარგეს ახლა. კარგი, თქვენთვის დავსვათ დამატებით შეკითხვას. ეს მეორე პიკი. ჩვენ მე არ მჭირდება პირველი პიკობა საერთოდ არ მინდოდა. თქვენთვის დავსვათ ამაზე მილორამ თუ მოიგო, ახლა მე ვიქნები მეოთხე პიკი. კი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის კი, ჩემთვის არ მინდა. ბო, კაი რა. შეიძლება ორჯერ ხო ირჩევ მეოთხე რო ხარ. მე ალბათ ეხლა კი უნდა მითხრათ, მაინც მინდა მოგება. მეორე ყველაზე უარესი ბურთების ბალანსი ვის აქვს? მარტო აღდადა ხო? მოლდოვას რამდენი გასაუს? მინუს რაღაც იქნება. მინუს რაღაცა იქნება უცებად. მოდი იყოს მინუს 2 დაიქნება ყველაზე ცუდი გული. თითო თქვი, ხმამაღლა თქვი. დაწერე არის. უარესიც ექნებათ ეს. რატო ეხმარები? თქვი. შენ მოდი იყოს ლუკა, ამჯერად სან-მარინო. შენ? გიბრალტარი. არა, კიდე გაქვთ. თურქეთი. არა. ანდორა. არა. ფარერები. არა. ლიხტენშტეინი. სორია, ციხე იწყე. მინუს 19 აქვს მეორე ლიხტენშტეინს. პრინციპში ამას დასაკავე. მეოთხე მივარ ხა? მეოთხე. ახსაულდე ჩვენი. ძალიან კარგი. პირველი რაუნდი და პირველი პიკი. უკაცრავად მეგობრებო, თქვენი თავი არ წარმიდგენია მაგალითად, ვინც არის ეს? გიორგი, ფულარიანი გიორგი, ფოფხაძე, გიორგი ციხისთავი და ერთადერთი ლუკა სამგიაში. სამგიაში. მე აღარ გავწევ პირველ პიკს და პირდაპირ ვიტყვი კილიან მბაპე, რომელსაც ან ცენტრში ვათამაშებ, ან ფლანგზე ვნახოთ. ხო, ტაქტიკას მას შემდეგ რაც თუ გინდა წინასწარ შეიძლება იცოდეთ თეორიულად, ან მე დრაფტის დამიხედვით ბოლოს უნდა მითხრათ. ხო, ბოლოს უნდა მითხრათ უბრალოდ. კი ბატონო. კილიან მბაპე. საფრანგეთი ვერ არის, ხო? საფრანგეთი გამოიწვია. კარგი. ცა მე ავირჩევ მაშინ სამეო. კილიან მბაპე. აი ეგრევე. წინა დრაფტშია თუ არა მაშინ მბაპე ეგრევე. ბიჭო, იმიტომ რომ ვიცი ხალხი ქართულს დაინახავს რაღაც მომეშველება იქ პოლში თქო, მაგრამ ხალხს არ აიტერებს. მოიცა არ უშველა მაგან? მაგაზია ძალიან ინტელიგენტური. გაცემულია ჩვენს ჩენელზე, ასე რომ მბაპე დაუც. კილიან. არა, ითამ მბაპე. კაი. მე ავირჩევ მაშინ დებილობას ხო არ ვაკეთებ, ხო ვიცი და ვფიქრობ. მოქმედი ფეხბურთელი უნდა იყოს და ნაკრებში გამოძახებული. ისეთი რო ვიღო, არის ახლა. ტრავიანები ვინც არიან? არა. შეგიძლია, თქო, ნაკრების წევრად თუ მოიაზრება, რა თქმა უნდა, შეგიძლია. იამალი რო დაბლოკირდა. ერთი წასულია ნაუში და ერთი. აი, არა, იამალი რომ ყავდეს რა. რა თქმა უნდა, იამალი, ეგ ლუკა მილორებს. ამინი ამალი. ულარ? ჩემი ჯერია, ხო? რა თქმა უნდა, მანუელ ნოიერი. ულაპარაკო.
აი ყველამ ზუსტად ვიცოდით რომ ფულ არ ამით დაიწერა და ძალიან მიხარია. ესე იგი ბიჭო რა ორი გერმანია პიკი და და შემიძლია, მაგრამ არაა პრობლემა. იქნება ეს ბეკენბაუერის, მათეუსის, ტონი კროსის თავისი გადაკიდებები ყველაფერს გაგესებს თან ახლა ფულ არ მეორე ვარიანტი არის. ისეთ დონეზე. მუსიალას ტრავმა აქვს და მუსიალას თუ იტყოდი, ოკეი, მაგრამ ნოიერს საერთოდ ჩასმულიც კი არ მქონდა მე პოტენციურ ასაყვან ფეხბურთელებში. არა, ნოიერი. ორი არჩევანი. შენი ორი არჩევანი. დიდებული. კაი, ეს პიკი არ არის, ეს პიკი აღარ არის. ანუ ქართველებმა მართლა არ იმუშავა. მოდი მე მაინც ავიყვან ხუჩაკვარაცხელიას. ვაო. და ჩემი მეორე პიკი მოდი იყოს რა ვიცი, მოდი ერლინგ ჰოლანდი იყოს. რა თქმა უნდა. იგი მინდა. ძალიან არ მიყვარს ჰოლანდი, მორობოტო. ანუ ყარა და ჰოლანდი ერჩია, ხო? მაგარი ასისტები, მაგარი გოლები. იბა ტრენიერი ორი პიკია, ფულარ. მეც ორი მაქვს ახლა თუ რა? ერთ. დიდებული. კაი, ნუ მე კარი დავიწყო, მაგრამ ცოტა აურევ ახლა პოზიციურადაც. ქოჩურას ავიყვან. ქოჩურაშვილი, გიორგი ქოჩურაშვილი. რა ხდება? ქართველებზე გადახვედით და გაგძელთ ვაშ ქართველებით. მეზი. გავაგზავნო ქართველებით. დაიცადე ერთი წუთი. ინგლისი. აი ხმამალა არ ვშედებ. გამანებე თავ. კი, გიწევს. ნუ ახლა უჭოლია რა. მე უხერხულია თან. ნახოთ. ქართულზე ფიქრობ თუ როგორ არის? არა, ხმამაღლა არ ფიქრობს რომ რაღაც მინიშნებები არ გასცეს. კარგი ბატონო. კარგი ჯანი რეინდერსი. კეინს ავიღო. ეი. არი კეინზი. მოსალდენელიც იყო. ციხე შენი ორი პიკია ახლა. მე ფორვარდ დამიტოვებ მგონი და იყოს დამიტოვო. შესაძლოა. არა, მაგაზე არ ვაქსაუბრ. ამაზე უკეთეს მცველს ესენი ვერ აიყვანენ. ვაი. კაი, მოდი. მიყავს ესე იგი, მაინ მიყავს. კაი, ვანდაიკი იყოს ხუთი. აუცილებლად ავიყვანთ მაგაზე უკეთეს. ვანდაიკი და მეორე ვანდაიკიზე უკეთეს მცველს. ვანდაიკი თუ ერთი, მეორე იყოს, მოდი ნახევარმცველი პედრი. მე ძალიან ვყავს ფულასო უკურს. თქვენ არჩევნებზე რო ისაა, რო აი ბიჭო წამართვეს და თვითონ ნოიერი და კოჯო რაღაც პირველ ორ პიკს. წამი დროი ფიქრობ რა ასეს გადავინახავ და უცებ მილორა ციხე ჩაახტება ეგრევე. რა თქმა უნდა, ვიდა გიტოვებს აბა. ვაუ, ველური კონკურენცია. კაი, მაშინ მე ავიყვან სალიბას ავიყვან. მეც მილორავა იჩევს თუ ფოფხა. მე კიდეები ხართ თქვენ. ხო, და ეს სალიბა. აუ რა კაი წრეს ვაკეთებთ ეხლა ოფისში. ბატონო. აი ესე დავდივარ. მაყურებელს საად უმარტივებთ საქმეს. საკაი. ბაპე ვისყავდა შენ, ხო? ესე იგი მე მყავს ნოიერი და ქოჩურა, მოდი ხა მცველს დავიყვან ერთ მცველს. ვიძგე სიამოვნებო. იყოს მიკი ვანდეველი. საინტერესო კონცერტში. იქი ვანდეველი ნოიერის წინ. ვაუ. გავგებენ ერთმანეთს დამიჯერა. აი, ჩემი ორი პიკია, ხო? ხედავ რომ ცოტა ავიჭერი რაღაცა ისეთ პიკები მოდის ეხა. წაგართვა რამე თუ არა, ანუ მეგონა რომ უნდა წაერთვათ ჩემთვის პიკები და ზედმეტად ბევრი ადამიანი დამჭა და არ ვიცი რა უკნა რომელი ერთი ავიყვანო. კარგი, მე მყავს ფორვარდი, ჰოლანდი და კვარა. ბამ. წერეში დავთარში რა. მე ხა ჩემი დავთარი. პედრია იყო შენ, ხო? კარგი დასაწყისი არის პაპა შენთვის, იმიტომ რომ რეალურად არა, მე შევადგინე საუკეთესო გუნდს. საქართველო და ნორვეგია. კი. ანუ ჯობია ეგეთი ნაკრებებით დაიწყო. იმიტომ რომ ნორვეგიაში მეორე ფეხბურთელი აღარ არის. მაგას ფიქრობდი იამალსა და ჰოლანდს შორის, მაგრამ მეორე ფეხბურთელი აღარ არის. თარი მინდა. ესპანეთში ძალიან რამდენიმე კარგი ფეხბურთელი არის. მესმის კი. შენზე ვიფიქრე. საქართველოში არის კიდე არჩევანი. ესპანეთთან ზუსტად ვიცი ვისაც ავიყვან და ხელს არ მოვკიდებ მოდი მაგნაკრებს ამ ეტაპზე. ეხა მე ავიყვან მოდი მარჯვენა ვინგერს, რომელიც იქნება ჩემი აიყვანა საკა. გაქრისტიანებული სალაჰი. რობოტები არ გიყვარსო და საკას აიყვანს. მაიკლ ოლისე. ოლისე. ო, იმედ, სალამი. ჩემი საყვარელი
ფეხბურთელი ერთ-ერთი და ეხა ერთ-ერთი აი რამდენი? ტოპ 3. ტოპ 3 შენსა ყოველ ფეხბურთელი არის ყოველისა? არა ქართველებს შორის. თუ საიდუმლო მე ეზე საკადა მე ესა? რედინგში მიმყავდა ეზე ჯერ საკადა კიდევ ოს? ოლისესთან ტანკისტ ვიყავი ომამდე მე ანუ რედინგში მიმყავდა ოლისესთან არა ეზე საკადო ბიჭო ის შემთხვევით აირჩიე ორი გუნდიდან ოლისე ეზეს დუეტის გაერთიანება მინდოდა კაი ჯერ ეზეს არავინ არ აიყვანთ და მე მოდი შემდეგ ავიყვან ყოველ შემთხვევით ერთი ნაკრებიდან არ აიყვანოთ რატომ უნდა დისკვალიფიკაცია როგორც მიგორა წინაზე მე არ მქონია დისკვალიფიკაცია. როდრი და მაქინაციები გვარდიოლი რო ამაზად შეაფისვა ფეხბურთში მაქინაციებიც ხდება. ბელინგემი მოდი რა ვიცი ბელინგემი. ჯუდი? ბელინგემი? თუ ჯო ბელინგ ლაფიქტიება. ჯურე ბელინგემი არ უნდა ამოყანა შევწდი არა რატომ ავიყვანე ეზე აღარ აი მე ხა მივხვდი მაგას საკაცა რა შეიძლება? ნოიერი საკარა ვანდები ოლისე ქოჩორა. მართალია იქნება. მოდი ქოჩორას შევუწყვილებ, ფიქრობ რომ ეს ორი ერთმანეთში ძალიან კარგად ითამაშებენ, მათი სუბიმენტი. ოკეი. მეთქი ულმანს აიყვანს თქო ეხა და მორტენი ულმანი. რა underrated შემოდგენლობას Underdog. ნოიერი ვანდები ქოჩორა სუბიმენტი ჯერჯერობით ეგაა ჩემი არჩევანი. აი სულმედი გინდოდა ხო შენ რამე ხაძაა მართლა. იამალი ყავს ვერა აი მე მე ყავს. ამაცალედა. მე არ შემიძლია ინგლისი, საფრანგეთი და ესპანეთი დამეტანი გუნდები ყავს. დაბლოკილი ეგრევე. საფრანგეთი სადმე წერია. სალიბა. აი საფრანგეთი. კარგი. მაშინ მოდი ეგ ქვეყნები მოინიშნეთ ყველა. აი მე ავიყვან მამარდას. შვენიერია საქართველოსდან და პოპულიზმზე გათვლილი არჩევანი ის არანაირი პოპულიზმი დაუბრუნდით გართულილი არჩევანი. კარგი ხო გადახედე. ან ჯიჯო არა დონა. მე მაქვს ორი პიკი არა ჯიჯო არა მე გამართ. ამარდას პიკი ძალიან გასაგებია, იმიტომ რომ იტალიის ნაკრებიდან ბევრი, მაგალითად დონარუმაზე თუ ასაუბარი, კიდე ბევრი მოთამაშე არის, რომელიც შეიძლება გუნდში გინდოდეს და საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავის ნაწილი გამია. კი მართალია ციხე, შენი ორი პიკი. აუ მე რო პორტუგალია დავხარჯო კრისტიანოს ვეღარ ჩავსო ჩასუ კრისტიანო როგორ უნდა ჩასვა ამ ნაკრებში? შენ არა ამ ნაკრებში შენ შემადგენლობაში კრისტიანო უეჭველი უნდა კაი მოდი ერთ უეჭველი ვისაც ჩავსვამ იმით დავიწყოთ და დამოვიწყდა ბიჭო ვინ იყო კაცო გითხრა გაგახსენე ვინ და კაი იჯან რეინდერსი ყავდა იყოს მოდი ვერც აიყავს, ვანდაიკი ყავს. ვანდაიკი ყავს უკვე ხო? კრისტიანო ჩასუ ბიჭო. ის ნახე. ვიტინია არ მინდა ვიტინიას ხარჯო პორტუგალიას, ხო? ლუკა ეს ჩინოში თამაშობს ის ვიტინია ალბათ ხო? პედრი ვიტინიას ნახევარდასვას თქვენ ხო არა ხუმრებით და მოდი იყოს რონალდუს სად უღალატავ ეს პედრი ვიტინია ყავს ნახე. კი და მოდი იყოს მათ წინ აი ფუფხას ვინ სახატია კოლ პალმერ შექცივდა. როგორ ამწონაში მე როგორც მახატია ე მაგ ფიზიკურ კონდიცია. ჩიპი ჩიპს ლუკა, ხო მე ყავს 4 ფეხბურთელი ხო? მამარდა, სალიბა, იამანი. გასცედა ევროპის სხვა ქვეყნები. არა ხა ვიხსენებ ისეთი არ ანუ ვიცი გონებაში დაახლოებით მონახაზი მაქვს, მაგრამ არ მინდა რომ რაღაც სუპერსტარი გამომჩეს. ძალიან ბევრია დარჩენილი. რონალდუ სტარი, ძალიან დიდი სტარი, სუპერსტარი. რონალდუ სადაც თამაშობს? აი კეინი, იამანი, რონალდუ. არა მაშინ ტეო არ მომწონს. აი წარსული გაახსენე და დააკეთე ფლანგზე და რობერტ ლევანდოვსკი არ მინდა. კაი. იქ არა ცუდი მაინდა მაინც. არა, მაინც და მაინც კი არა, ძალიან კარგია. კაი, მოდი ავიყვან იოშკო გვარდიოლს. გვარდიოლი. ხო ხა ესე გავიძე გონებაში ასასვლელი ყველაფერს ხო რა ტირა. რა ვიცი, მოდრიჩი მინდოდა, მაგრამ გვარდიოლს. მეტი და მოდრიჩი თუ არ ავიყვანე? რა ხორვატიას მიახტე კაი ჩაწერილია რა როგორც ხორვატიას თქვი კარტანა მესტად ის მოპირებდი არა. კოჩორასაც უნდა აგიყვანა დიდი ფუა როგორ სიტყვა ვინ? კაი, ესე იგი ნოიერი ვანდევენი ქოჩორა მარტის სუბიმენტი. წარსული როგორ გაგეზოლდება ეს? შემიძლია. ხო, აი საინტერესო. და იოშკო გვარდიოლს ვაპირებდი, მაგრამ აი ხედავ? კიდევ ერთი ფეხბურთელი მომტაცეს. აი ესე გამოვიდა რა. კაი, ესე იგი ფიქრობ ქოჩურა სუბიმენტისთან კიდევ ერთ ნახევარწელი რო შეიგრას პარე. ხო, აი თან პროცესში ხა იმასაც შემდეგი რა კავშირი არავინ? არა, შემდეგი არავინ. დიო ის ავიცი ჯერ 5 წელი თუ კიდევ 3 წელი. ეგეთი იდენტობა აქვს, ეგეთი იდენტობა. ხო და ბუნდის შენობა იცი, ქოჩურა უკრინა. სუბიმენტისთან
კიდევ ერთ ნახევარმცველს დავაყენებ, კევინ დე ბრუინი. შენია. კარგი. ეს პიკი წამართვა ნამდვილად, მაგრამ არც არაფერი დაშავებულა მაგით. ჩემი ორი კოჩო სუბიმენდი კევინი. მე ვარ ის. ეს ვინიშნა ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან მოწონს შეჯერებით ჩემი გუნდი. კი, მე ძალიან მოწონს შენი გუნდი. კი. მე გუნდი ყავს ესეთი. ხვიჩა ჰოლანდი ოლისე ბელინგემი. კვარა. ჩემი რატო არის? ხვიჩა კვარა. არა. აპეპეჯი თქვენიც მოწონს. ძალიან მოწონს. მე ბევრი ვარიანტი აქვს დარჩენილი კიდე და თქვენ ეგ ქვეყნები დახარჯული ყავ. ბიჭო, ამას იძახი უკვე მეორე წრეა და ჩვენ გავოდით ბოლოს თითქმის. ამ ეტაპზე ფოფხა როგორც თამაშობს, ეგრევე ვითამაშებდი მე. ანუ დავხარჯავდი მეორე ხარისხოვან ქვეყნებს, გულისხმობ არა იმ ეტაპგან. აი გვარდიოლის პიკი არის ძალიან კაი. ხორვატიაში რა არჩევანი გაქვს? მოდრიჩი მინდა და ისე რომ დაფიქრდი. აი არჩის რო დაფიქრე შუაში მოდრიჩი, მაგასაკში, აი რავი. სლატკო დალიჩო რა რა მართალია. ოკეი. მე მოდი ავიყვან. დავთარით არის ხალხო მოსული, ანუ ჩვენ აქ შეხედვართ, მარტო ნაკრებები გვაქვს ახსნილი და ეს მოვიდა იქ. შეგეძლოთ მოსულიყავით სარჩევით. დავთრით. შეგვეძლო, მაგრამ რა მუღამი. რა მე გამისწორდა ამაზე ფიქრი, მართლა ვიწყო მაგრამ. კარგი, კაი გუნს ეხლა გავაკეთე. უფრო საინტერესოა, ეხლა უფრო ასწორებს ხოლმე მაგას მე რა დავთარი მაქვს მეც. კაი ხო. თვითონ პოზიციაზე ვაკაცი ყავს და მეტი რა გაგინა. არა, სწორია, ფოფხა ეგრე ყველანი ეგრე უნდა მომზადებულიყო. ცალსახად, თქვენ ხართ უპასუხისმგებლო ადამიანები უბრალოდ. ათოსნებს არ უწყალავთ ხო იცი ამ გადაცემა. ამ ვიდეოს თუ ექნება ადეკვატური შეფასებები, იქნება ჩემი დამსახურება, იმიტომ რომ მე ვიყავ მზად. კაი, შემოძიებულს. აუ, რამაგრამ მოიგზავნა. შესაბამისად საუკეთესო შემოდგომობა რო იქნება. მიდი. კაი, მოდი მე ავიყვან ორი კაცი. ფილიპ კოსტიჩი. აუ, ამათ შორის არ ვიცი, პროსტა. ვალია მინეკოვიც ამ. მელი ავიყვანო. ერთი პიკია ისე ძალიან მიკროს რომ აქამდე არავინ არ იყო. არ გინდა, არ გინდა. არც ვიტყვი რა სისულელეა. ან მე ეგ პიკი მაქვს შავარაუდოდ ეხა ერთი. შეიძლება. ოღონდ მაგ ქვეყნიდან ორი მყავს. არ ვიცი რომელი. თქვი მართლა ხო უკვე. აი, მოდი დაცვის ხაზს მივადგეთ ჩვენ. მე მოდი ავიყვან შეპერე. ნუნო მენდეშ. აი ეს ფეხბურთელი როგორცაც საუბრობდი მე. ვიტინია მიჩევნია. მენდიში გულისხმე? ნუ ლოგიკურია ხო. ეს საერთოდ გამწველია და ამიტომ შეიძლება უბრალოდ ეს მცველიცაა. ჩამშტელზე მერხევა მაგის გამო მე, იმიტომ რომ ჟუაუნევეში საყვანა მინდოდა მენდეში ასევე. მაგრამ ჯობია. ხო, ნამდვილად. მან კიდევ არშელი ისე აყრია ვარიანტი. ჩამშველები. ხო, ეგეც არის. შესაბამისად, ეხლა მოდი დიდ ჩვენ როგორი ნახევარდაცვას არის, მივადგეთ და ნახევარდაცვის. მე ავიყვანოთ ნახევარდაცვაში. ბელარუსიდან არ ვიქოს, ხო შენ? ბელარუსი არ არის. როგორ არა? ბიჭო, რა თქმა უნდა, ნული ქულითაა თავის ჯგუფში გამწესებული. თამაშობს? რავი, დანია, შოტლანდია, საბერძნეთი, ბელარუსი ეს ჯგუფია. რა თქმა უნდა თამაშობს. მაგრამ ხო თამაშობს ბელარუსი. მინდი, კაი, თოფხა. კაი, წავიყვანოთ მოდი ბასტონი. ბასტონი. რაო, კარგი. აუ ბასტონი ერთი იმიტომ არ მინდოდა 3 ცოლს არ 4-3-3 თუ აპირებ. აი ტელეპათიური ნიჭით არის. ვინ მიხვდება აუ, მაგას? ძალიან დიდი. არა, როგორ არის? რას ხო ვინ მიხვდება? ვისაც გონებაში ჩავიბიქრე. ჩვენი მაყურებელი მგონია იმდენი ხანია ჩვენთან ერთად არის, რომ იცის რომ ბასტონი სამცველიან ტაქტიკაში თამაშობს კარგად და 4 წელიანი. მაყურებელი რა შუაში? 20 წელიანში რამდენჯერ დაუშვია ვინ მილოშე. მიხვდება ვინც მეთამაშება ბასტონი რაში თამაშობს? გრაუნბერგ ჩამ. სამცველიანში უკეთესია ბევრად აზიოს როგორ. ბიჭო. ჯერ დაალაგეთ გუნდი. ნუ ნერვიულობ რა ბასტონი 2 წელიანში არის ტოპი შენ არ გინახავს. ბასტონი 4 წელიანში კვიპროსის გარდა იყო სათმე? ისრაელი. კვიპროსი ისრაელი. რა არა ვიყვანო ბასტონი? იტალიის ნაკრებში. არა, აყვანილი იყო. ხშირა? შენია კაცო, შენი არჩევანია. ბიჭო, იტალიის ნაკრები თუ რამე, აფასებს. იტალიის ნაკრებში ვინ წინავს? აბა, უთამაშია სხვა ძე. ხო და იტალიის ნაკრებში მოაფასე. კიდევ ერთ ნახევარმცველს ავიღო თუ შეიძლება. 4 ნახევარწოლია ხავს? ანუ კოჩურა, სუბიმენდი, კევინი და კიდევ ერთი გვინდა ვეიკ. კევინს დააყენებს აკიანს. სუბიმენდი, დებროინი უფრო ბურთს ამოტანაზე 10-იანობა რაც აკეთიკით, კოჩურა და აი ეს ადამიანი ვისაც ავიღო. უფრო უბურთო სილბილი, ეს ჩაშლაზე ორიენტი რაღაცა სპიდბულები დაგეშილები, სკოტ მაკტომინე. მაკტომინე. შემთხვევით ერთი ნაკრებიდან არა იყო. შემთხვევით კიდევ ხო, ერთხელ. არა, შოტლანდია. შოტლანდიიდან მეორე ჯონ მაგინი ჩემ ნაკრებში. უეჭველი. ლუკა. ჯონ მაგინი. მაქს ებონგი ნახევარდაცვაში. ვინ? ვინო? ბელარუსის ნახევარწოლი. მინდა. მაქს ებონგი. კაი, არ გვინდა ებონგი. აკენ მეგზე გადა. საღო მაგარი სასაცილო იყო. აკარ. სასაცილო შემიგუნდია.
აი, ციხეს ყველა ტოპ-ნაკრები დახარჯული ყავს. საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ნიკა, ინგლისი. მოახსენებ ამას ახლა. ამას რას ვას. კაჭი მე ავიყვან. ამას გაჭირებია. მე ავიყვან ასეთ უცნაური ტაქტიკით. არა, არ გავაგრძელებ ასეთ უცნაური ტაქტიკით. კალაფიორის დავაყენებ მარცხენა მცველად. მილო რე შემნაგებონა. შენ იტალიელი არავინ არ ყავს? კალაფიორი შემნაგებონა. ბასტონისთვის ინახავდა და აწე კალაფიორი ეყოლება. არა, კალაფიორი მიდეთ. კაი. შესაბამისად მე უკვე უნდა გადავიდე ჩემი მეკარის უზრუნველყოფაზე. აი და გასაგებია ალბათ, ვისაც ააყენებ. აი საინტერესო. მაინც ორ გავაფორმო. ნამბარდა გამოყენებულია. არც ფიქრობდა დარწმუნებული. იმოკორტოა. უი, საერთოდ ზოგან წასულა. ბელგიიდან მიჩვენია დავხარჯო ტიპი. ეს ბელგია მორჩა. მართალი. კი ბატონო. ჩემთვის მორჩა. ანუ დებრუინი ყავდა ხო არჩეული? ნეგები, კი. მე ავის ეგავიჩე ვინჩებოდა. ჩვენთვის ბელგია მორჩა დაიხო. ესეთი გამორჩეული არა. და კიდევ ერთის არჩევის უფლება რადგანაც მაქვს, მოდი იყოს ფორვარდის პოზიციაზე. შემტევის. ხელი? ალექსანდერ ისაკი. აუ, შვედეთი. ბრავო. ბრავო. საინტერესოა. წინვალები კი იყო? შვედეთი კიდე. წინვალები კი იყო. დიდებული ნამდვილად. ყველანი ველოდით რა პოზიციაზე ის ათამაშებდა მიქაუტაძეს გიორგის, თუმცა ალექსანდრე ისაკი არჩია. შე ქართული არ ყავს არავინ ჯერ? არა. რაღაც მე ხოლმე ხა ჟორჟის სადღომა დავაყენე. ქართველი არ ჯორჯის ყავს განსხვავებიც არიან ნაკრებში. მაგრამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურში. ხო. ხო, არა სიმბოლური შეუჯერა. აი ბატონო. ლუკა. ქართულ და ქვია ამას? აბა რა გეგონებ? შეიძლება დავარქვათ. იტალია, ესპანეთი, კაიო, ხო? კაი, მე ავიყვან მაშინ დომინიკ სობოსლაის. შვენიერი პიკი ასევე. შვენიერი ნამდვილად. კი, კი. თან წელს შვენიერი პიკი. ფორმაშია. ნამდვილად. უნგრეთი დაივიწყეთ. ერთი ვარიანტი. მილოშ კერკეზი. ფულა შენ ძალიან ბევრი ტოპ-ნაკრები ყავს სარიელი. ამიტომ შვიდა და წნარად შეგიძლია. ამიტომ არ ვჩქარობ. ოღონდ თან უნდა დაიწყო კიდევაც სიჩქარე, იმიტომ რომ უკვე სლოვენიელი არ ყავს, ექვსი კაცი არჩეული ყავს. ყველა ვიყვანეთ აღარ დარჩა. კაი, ფულონას პიკია. კაი. მოდი შემთხვევას ავიყვან ამ შემთხვევაში. მიდი. ბენიამინ შეშკო. ძალიან ნაკრები ყავს. ძალიან უშატან ნაკრებია. უშენ ფულარას ყიდვა. ბოლოში გავიცინოთ თუ შეიძლება. ფულარას გარშე ჩვენი შეგვიძლია თამაშოთ. ერთმანეთს ფულარას გუნდს ქემთ რომ ყველა სუსტი ხო, ანდერდოგისკენ ყოველთვის არა პრობლემა ანდერდოგის ისეთი აი იგებენ მუშათა კოლექტივი. კარგი, საყვარელი პროლეტარიატი. ანუ ფასები ეხა რო ავიღოთ ამ გუნდების ფასები რა იქნება? დაუჯერებელი სწორობა იქნება. უკაცრავად, მაგრამ უსიკიც ანდერდოგი იყო ფიორისთან ასე რომ მითქი უსიკი აქვს. დიდი ფოფჩა ორია. მე ორი არ მომეწიარი იყო. ორი არც მოგიწევს. ორი უწევს თავში და ბოლოში. ანუ პირველს და ბოლოს უწევს. აბა მაშინ ხო. სოფხა. ეხლავე. კაი, მოდი მე წავიყვარ ეხა. მარჯვენა მცველს, მოდი წავიყვანოთ მარჯვენა მცველი. დენზელ დუმფრისი. დიდებული. ბრავო, ბრავო. მართლა ჰოლანდია დაიხურა შემდგომ. აი გრავენბერგი მინდოდა ნახევარდაცვაში, მაგრამ რახან მაგრამ ნურას უკეთ. აი ან გრავენბერგი ვერ ამყავს. შე მაინც შეგიძლია სამცველი ერთი თამაშო. არა, თუ მან ყავს. ყველაფერი შემიძლია ბასტონი უკვე იყოს კიდე. ვილავირო შემადგენლობაში, მაგრამ ესე მატჩის სტარტზე კაი, ეგრე კარგად მოცემული არ ხარ. ფორმაცია იქნება 4 წელიანი, ძალიან მაგარი ანუ შემდგენლობა. ბასტონი მაინც 4 წელიანში გამოდის. ანუ ტოპ მეც შემადგენლობა. ტოპ შემადგენლობა. ბოლოს აი კალაფიორი ყავს მარცხენა. კალაფიორი გვარდიოლის სალიბან ყავს რა. ანუ ჯერჯერობით კალაფიორის კალიბრის არავინ არ ყავს შემადგენლობაში. არსენალის დაცვას ალაგებს. ასე კალაბრი. ლუკა ამწუთას არსენალის დაცვას და ალაგებს. მე ცუდია? არა, არა. საუკეთესო დაცვა ამწუთ. კალაფიორის გარდა. სალიბა და გვარდიოლი. აჰა. კალაფიორის კალიბრის არ ყავს რას ნიშნავს? მაიკოლისე ყველაზე დაბალი დონე მყავს ალბათ ოლის. რანაირად ბიჭო. ისე სერიას წამყვანს. დუმფრისი სავარაუდო. დუმფრის. ხო და კალაფიორის არა, კალიბრი ყავს არა. შენ სუპრემიერლიგური გუნდი ყავს თლიანი. ზოგაი. იამალის გარდა, ანუ ჰარი კეინი უდიდესი ვაფასე, ნაწილი, ვაფასე. კი, დაჩელი ყველა პრემიერლიგელები არიან. ვაფას. კალაფიორი გამოვლილი ბექგრაუნდი სერიასია. ყველაზე ჩემი არეული მეორე ვისა. პიკი მოდი იყოს ჯობ ჯობელინგემი არა მაიცა. ბელინგემი მყავს, ოღონდ ჯუდი. და მაგიტო ვერ ყავს. ხო, ერთი გვარის პრობლემა. ჯობის არ მინდოდა არა და. არ შეიძლება. ო, მე დამეხან გონი. შენ დაგეხ. რა სიძახის ეხლა? აბა, კაი, ხო ეს ტოპ ნაკრებებს რო აკედეგით ისროდი? მარცხნივ მარჯვნივ რო ირჩევდი.
კაი, იზი, არაფერი. მოდი ავიყვანოთ. მიდი. გრავენბერგი უნდა ამიყვანა რა. იზი. ჯოშუა კიმიხი ავიყვანოთ, იოზუა უფრო სწორად და გინდ მარჯვნივ და ეგეც შენი თუ დამჭირდა სამცენტრალო მცველიანი ფორმაცია. საუკეთესო ჩვენია. მე ვარ ის სამცენტრალში დაიყო, მიდიბექი იყო ხო? ესენი კიდე გაიცნებები შესაძლოა ახლა, მაგრამ არის არ პირველ თამაშია. ნოიერს ძალიან კარგად, უფრო ნოიერი გაუგებს, ძალიან კარგად ამოდავს. აბა. ზატყართ მოისმინოთ ეს სახელი გვარი. ვაუ, ძალიან მაინტერესებს. დაიუპა მე კან. ფულ არა მე მგონი იცი რას თამაშობს FIFA-ში რო ის უნდა შეადგინო რომ საფრანგეთიდან ქემისტრი არ კონდეს ყავდა, კარგი ფეხბურთელებს ერთმანეთთან მწვანე ხაზი რო უნდა კი, კონდეს ქოჩორესაკ ძალიან კაი ქემისტრი. ეგ ვარიანტია ქოჩორესაკ ძალიან კაი ქემისტრი. აი გაერთი ასტენა რა მან წყდება ქემისტრი მაგრამ მე შეთამაშდებიან კაი მე ვიყო ბენბი მუსიალოს. უსიალა. ბემბი მოსიალა. რაიმე მუსიალა ვაფშე დამავა პრობლემული არაა. ხო მაგითო არ მიფიქრია თორე მუსიალოს კი ავიყვანდი ეხა გერმანიდან რა ის კი მიცაც არიყვანდი რო რამე მაგრამ აუ ტრამვები ხო ტრამვები ვისტო შეადგინე ეგ დავთარ. ტრამვა მუსიალოს ფორმაში არ არის მაინც არ გამოგაგება ხო ეგ არის. კაი, მოდი იყოს გერმანიას უნდა მივადგე. რაღა დარჩა მან. ტონი რუდიგერი. ვანდაიკის მეწყვილად. საინტერესო დაცვა სოდაშორის. ვანდაიკი რუდიგერი. საული გუნდი ყავს. და მოდი იყოს ანუ ვიც სავიჩევდი ეს სეზონი როგორ დაწყებულიყო საერთოდ, მაგრამ ანუ რა ის ვიც. და იტალია მყავს ასათვისებელი ფილიაკოსტიჩი არა ხო? და იტალიიდან ერთი წამით მოვძებნო საუკეთესო ვარიანტი რაც წარმომიდგენია. იტალია მეც არა. მილო რომელი ფეხბურთელი გირჩევენია? ოღონდ ისევენთა დი ლორენცო თუ დი მარკო? რა პოზიციისთვის? და თავი რომ მარჯვენა. არა, მარცხენა მარჯვენა მცველია. ხან დილონსაც ცენტრალურ სულად არ განიხავა მარჯვენა ცენტრალურად ხო? დიმარკო. დი მარკო? მეც დი მარკოს გეტყოდი სოდაშორის. კაი. მირჩევნია რისთვის ახლა? აი რომელი უკეთეს ფეხბურთელი გოლა? აი როგორ აპირებ შენ თამაშ შენი გუნდი 4 გუნდი. აი ოვერლოუდს რომ აი აღარ აღარ. ალექსანდრ ისაკი თუ ყავს წინ მაშინ ჩაწოდებებზე ორიენტირი გაკეთებული. უბრალოდ ბაპეს ათამაშებს მაგ ფლანგზე დიმარკო გამოადგება მე პირიქით შემოიწია გადატვირთა მართალია. აპეცენჩი შემოვიდეს. მაგრამ ასიმეტრიული ფლანგები გინდა? აი იყოს მოდი. ფედერიკო დი მარკო. დი მარკო. მარცხენა მცველად. შეხარა უკა. მე ავიყვან არდა გიულას. არდა გიულერი. ფუა შენ ისე ყველა ტოპნაკრები თავისუფალი გაქვს. ისე კი. ძალიან კაია. გუნდში არ ყავს აი არ გვინდა. არაფერი არ გვინდა. ინგლისელი არ ყავს აჰა აი ესე. პორტუგალიელი, მოკლედ ბევრია და. არა უშავს. მე მგონი არ აპირებს მაგ ხალხის აყვანას უბრალოდ ეგეცა. ნახოთ არ ვიცი ნახოთ. აი იტალია არ მყავს მე. იტალიიდან ფიქრობ ახლა ვინ იტალიაც არა. მიხვედი მოიზეკინავდი. იქ არის გადაცემამდე. კი შემეუნებოდი მაგრამ არა. არა მოიზეკინე? არა, გამარჯვებას ავიყვან ამ შემთხვევაში. ალესანდრო ბონჯორნო, კი. განიერი. ესე იგი, ვანდერვენი, უპამეკანო, ბონჯორნო, არა. რატაცო? როგორი დასაწყავს ვანდერვენი? სამცველიანი თამაშობ როგორც. აი, არ ვიცი, ჯერ, არ ვიცი. ალბათ ესე იქნება. ალბათ სამი ხუთი ორი თამაში. ხო, ესე ეგრე იქნება, კი. ფოფხა. შენი ორი. კაი ჩემი ერთი პიკი ვიცი მეორეს ვფიქრობ ეხლა უცებ მიდი აბა გაგვახარე. აჩადე ძმა წვნელები გახსოვდეთ მაინც. აუ წვნელი ვაფშე დამავიწყნა კაი, ვინც იქნება ისეთი გუნდი გავს გაუყენებული იმას მე ვიქნები მწვრთნელი ხო, ანუ. არ არის პრობლემა აი ეგეთი მაგარი გუნდიც არ გავს ხო? ძალიან მაგარი გუნდი გავს 10-დან 9 ჯერჯერობით კაი მე წავიყვან მოდი ჰაკან ჩალხანოღლუს ნახევარდაცვაში და დამჭა ცენტრალური მცველი და მეკარე. კალაფიორის კალიბრი არ უყოსა და ჩალხანოღლუ იყო. ერთადერთია კალაფიორის კალიბრი. ეს ხითარიანი დაჩარო მე იყოს. კი არის ახლა მე. ნახევარდაცვა მყავს უკვე. არა, ხო. ნახევარდაცვა მყავს. ხითარიანი არ გინდა. ყავს ნახევარდაცვა. ასლანი? სუჩიჩი? საშალუკიჩი ხო არ ამეყვანა საერთოდ. ხო რა ვიცი. და ცენტრალური მცველი მინდა ან მეკარი, აი, რომელი
შემიძლია ახლა აქ ყავს ვარიანტი. აი მოდი მეკარეს ავიყვან რა. მიდი აი. მე ავიყვან. დავიდ რა აი სპეცი იყოს დავიდ რაიას ავიყვან. კამის მეკურთელი იყო. კი, ანუ კი. აი. ცალსახად. ისმეთი არ კამის მეკარე. პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარე მყავს და საუკეთესო რა. ალბათ ამ სეზონში საუკეთესო მეკარე მსოფლიოში. თუმცა ოდესღაც საუკეთესო. ამ სეზონში ალბათ უმეტესობას ამ მიჩვენე. სეზონში საუკეთესო მეკარე მსოფლიოში. ამ წუთას უნდა ისმოთ კი, უკეთესი მითხარი თუ გინდა. ამ სეზონში. კი. დონარუმა რატო არა? გუნდი რომელმაც გუნდი შეიცვალა ზაფხულში შუა სეზონში. და იქამდე არ თამაშობდა საერთოდ. კაი რა ბუნდია. სეზონს ეგრევე ზომავთ 8 თამაში ზომა. ბიჭო, ამ სეზონში ეხა ამ სეზონში რომ ვამბობ ამ წამის პუნქტია. დაბსურდა. იმაში გადაგა ამ წუთს უნდა ისმოთ მიჩვენია. კი. კაიც მე. მაგრამ დონარუმას არა. ფულა შეხა ამ საფხულსაც იტოვებს. მე სეზონში არ იყო საუკეთესო დონარუმა ნამდვილად. ამ სეზონში საუკეთესო მეკარე მე მსოფლიოში. სეზონის ჩათვლით. კაი. ამ სეზონში საუკეთესო მეკარე მსოფლიოში. ჩემი არჩევანი რობერტ ლევანდოვსკი. რობერტ ლევანდოვსკი. როგორ ჩაიგდა რობერტის გარეშე შემიძლია. და ნოიერი. ერთი ნახევარწრიული მაკლია და ეგა. 2014 საუკეთესო გუნდი იყოლებოდა. ჰა? ლუკა. მე ვარ. შენ ნიდერლანდების ყავს და პორტუგალიაც, ხო? ოი. მაშინ მე ავიყვან პირდაპირ შემიძლია ორივე ვთქვა საერთოდ, მაგრამ ვიფიქრებ და იცავ. აი, მოდი შევიყვან შენ ფრიმპონგს. წეგან რაზე მაჭერდა ტიპი და ფრიმპონგი აიყვანა. და რა? შენ არ იყო ფრიმპონგი. და რა? შენ დუმფრისი. არაფერი არა. დენზლი. რომიქს და რა ფრიმპონგი რო ავიყვან. კატასტროფულ ფორმაშია. კატასტროფულ ფორმაში იხადაბრუნდა ტრავმა და ფორმა რა შუაშია. სეზონის ხო საშინელად დაიწყო. ფორმაზე ვიზეგი. ხო, მაგრამ ივნისში იქნება და პიკი მოუვა რა. ფორმა არ ვიხელებ ეს. რა ფორმაზე თამაშობ? ჯერ 4 ამ გუნდით ხო ივნისში უნდა ვითამაშო იდეაში და მოუვა პიკი არა პრობლემა. აბა ციხე შენი ბოლო ორი პიკი ერთი არის. ეხავე არ ერჩევ არა, ეს ფორმაცია უნდა გადავაკეთოსავი. მე ეხა ზედზედორს ვერჩევ წვნელიანად. კი. წვნელი ვინმე დავსერჩო. ვაფშე აღარ მახსოვს რა ნაკრებები დამჭი. კაი, ფორმაციას ვსვლი კოულ პალმერი 10-ზე მეყერა და მარჯვნივ ითამაშებს ჩელსიში, მარჯვნივ თამაშობს უფრო ხშირად. და ნახევარწოლს აიყვან ამიტომ. კი. შესაბამისად ჯერ ფლანგის მცველი იქნება სხვა არ დამჭა კონრად ლაიმერი მარჯვნივ. ხო და აი ფრიმპონგის უკეთესი მარჯვნივ ფლანგის მოიყვანა. კონრად ლაიმერი ავსტრიიდან კი ბატონო, რომელიც ავი. მე მომწონს, იმიტომ რომ თან ზედმეტად შემტევი გუნდია და ეს დაცვითი მაგნაკრები ბოდიშ მებატეთ. დაცვითი კაცი მჭირდება, კაი, მithვი. მაგნაკრებიდანვე შეგეძლო უკეთეს პიკი აგიყვანა მარჯვნივ. მარჯვნივ ცოთ ვინ? ჟურიენ ტიმბერი. რა ვიცი. და ბარემ არსენალი გეყოლებოდა რა მაგნაკრები ეხა გაგახსენდა. არა, ეს გამახსენდა, მაგრამ ფრიმპონგი მინდა. არსენალის შეთამაშებული კაცო გეყოლებოდა და გვარდიოლი ასე რომ ციხე ეხაც მაწყობს. ციხე გიწურემ ლაიმერი მშვენიერი. კი და შედარებით დაცვითი ნახევარმცველი რადგანაც მჭირდება, მოდი იყოს მოდრიჩი ყურა გირჩევიათ. არა. და ლუკა მოდრიჩი. პედრი ვიტინია მოდრიჩი ყავს. საოცარი ნახევარზე თავს. მე დამჭა საყდენი ნახევარმცველი და ვირჩევ ჟოაუ ნევეს. როგორ მოგწეს პაპა? პორტუგალიელი არ ყავდა? არა. ჟოუნევიში ტოპ. შვენიერია, ხო? ნამდვილად. ქართველები სამივეს ყავთ? კი, მე კოჩურა მოს. ვისანიოლი გინდა წვნელა დაბარა. ტაქტიკა ვილი. ვილი ბოლი. სამიოს ქართველად გვეთო. შენი ეს ნუ მედიაში ნახევარმცველი. რა დაგჭა? ვინ დაგჭა? ნახევარმცველი და ეგაა, ანუ 3-5-2-ია. შეშკო ლევანდოვსკია, ვანდევინო, პამეკარ, ბონჯორნო, კოჩურა, სუბიმენდი, კევინ დებრუინე, სკოტ მაკტომინე. და მინდა ერთი ნახევარმცველი იდეაში. რა თქმა უნდა, ვინც ვიფიქრე ეგრევე ამაცალეთ, სასაგვირველია, ლუკა. კაი, რავი. ლუკა? ტოპ ნაკრები ინგლისო დაგჭა. ლორენცო? კი. მე რავი. ლორენცო უკა არა ყავს რა. ხო და ორ ნახევარმცველი შო, მაგრამ ნუ კაი ავირჩევ დეკლარაის. კი ბატონო. და ჩემი გუნდი მეგონი შედგა. რამდენი ნახევარმცველი ყავს? 3-5-2-ია. და 5 ნახევარმცველი და 5-ე ნახევარმცველია და არა ფლანგების ასე. ლატერალი რომელიაო? შუაშია გაინაცლები დაიჭერ ხო? გაინაცლები გურს დაიჭერე. ფოფხა შენი ბოლო პიკი და წვნელი კარგი, ჩემი პიკი არის ცენტრალური მცველი მჭირდება მე.
სადაც ყავს სულ ორი ვარიანტი. ეხლა დავიდ ალაბა და მანუელ აკანჯი. აკანჯი არ მინდა ძალიან. ნუ იოაკიმ ანდერსენის ვარიანტი მყავს მანე. რა ვიცი. ბელგიელი ცენტრალური მცველი. არავინ არ მინდა. შვედი ცენტრალური მცველი. ფოტოს გადავა. არც კი მახსენდება. საინტერესო ხალხია. შვედეთში? კი, მართლა. დავსერჩოთ თუ დაგახარჯინებ თო დროს ყოლა არა, პირდაპირ რა მიხარჯინებ. თქმა უნდა არ ეს. აქ უნდა დაგესწრო შვეიცარიელის ხარმოსული კიდე. პირველი ეთამაში ცენტრალში. სერ მარა ამ სეზონში საშინელება არის თორე ნიკოლა მილენკოვიჩის ვარიანტიც შეიძლებოდა ყოფილიყო ადეკვატური. კაი, მოდი დავიდ ალაბას დავაყენებ სიტუაციაში. ამ დავკომპლექტებ. სოდის ითამაშა ნორმალურად. ფრინკოვიცის ფორმაშია დავიდ ალაბა მაგაში. არ ფრენკოვის ნაცვლად დავიდ შეგეძლო ალაბა იმენი მაგაში არის. იყო. შეტევი მინდა უფრო. 4 წელს იყო ძალიან. დავიდ ალაბას სახელს რო კითხულობ უკვე სახელი მაინც არის. ეხლა მაშინ მოდრიჩი თუ მყავს ის ყოველ თავსახად ტოპ პიკი არის მაგიტომ. და მწვრთნელი კი დავარ. მე რო ვიმწვრთნო არ შეიძლება? არა. რა თქმა უნდა პროფესიონალია საჭირო. ეგრე არ მუშაობს. ლიცენზია უნდა გქონდეს? ფერბურთი ეგრე არ მუშაობს, რა აი 11 კაცი შევა და არა, იმდ ზუსტად ეგეთი გუნდი ყავს. იმდენად კარგი გუნდი ყავს, ჩემი აზრით. არ ყავს ეგეთი გარი. დრო თავისუფლად შემიძლია რუდი გარსია იყოს ჩემი მწვრთნელი ბელგიიდან რომელიც არ გამომიყენებია არაფერში. რა იყოს რუდი გარსია. პატარა ანუ სხვა დამჩა ცოტა ისეთი ქვეყნები რომლის მწვრთნელიც რა ვიცი ხშირად არ გამომადგება. იყოს რუდი გარსია. რუდი გარსია, კი ბატონო. შვენიერი კაცო რუდი გარსი. შენი მსვლელი. ოლის არა, საფრანგეთი ბელგია. ბელგია. რადგანაც ბელგიის ნაკრების ნაკრები. მასევიჩი. ისი ნაკრების მსვლელიც არის და ის ნაკრები არ გამოგვიყენებია. აბას მე ფრანგები ეროვნებაზე დავედი. არა, რა ეროვნება. აი, რავი, მაშინ საინტერესო. ფულა ტოპ ნაკრები ვინ დაგჭა, ვინც არ აგირჩევია. იტალია. ანუ გერმანია, არის იტალია, არა, გერმანია ყავს, იტალია ყავს, ჰოლანდია ყავს, ესპანეთი ყავს, ბელგია ყავს, პორტუგალია. პორტუგალია არის თავისუფალი. რობერტო მარტინესი. პორტუგალია თუ ვარიანტები მაგაზე რა. უკეთეს. რობერტო მარტინე ხო, ნუ აი არ ვიცი ხო. ფეხბურთელი დაგჭა ვინმე თუ შეავსე გუნდი. არა, გუნდი მწვრთნელზე კომპლექტებული, ფიქრობ. მწვრთნელზე ფიქრობ ეხლა მე, ანუ ვინ. თან ისეთი ვინც არ გამოვიდნენ ისეთ ქვეყანა და ჩემ ფავორიტი. შვედეთი. გიხვეწები ვინმე ისე აი ძალიან უცნაური მწვრთნელი მოიყვანე რა. მე შემიძლია შემოგთავაზო კრეგ ბელამი. სად ვის მწვრთნელი? უელსის ნაკრები. როგორ არის კოპა? კრეგ ბელამი. ბანლის თამაშებზე აღარ დაიწყე. ბაის თამაში არ წამიყვანე. განავარო ხო. კანავარო არა, იტალიელი. კანავარო შედის უზბეკეთია. ხო, არ არის ევროპა. ხო, ეგეც არის კი. უცებ წარმოვიდგინე ყაზახეთისნაირად ესეც ხوار მიიერთა ევროპაში უეფა-მ. რატოს კომენტარი ვნახე უბრალოდ. კაი, ფულა, რობერტო მარტინეზე უკეთეს ვერი შოუ. თურქეთის მწვრთნელი მონტელა არის. მონტელა. მოტელს შვენიერი. ალბანეთის ხო სილვინიო. აი არ გვინდა ხა მე წამართოთ ეხა ვარიანტს. აი, აიჩო. ხორვატიის მწვრთნელი? ხო დალეჩი. კარგი. მე შედგენილი მყავს გუნდი. აღარ მაგარებს საერთოდ და ყავს ხორვატი შენ. არ მე მწვრთნელი მყავს არჩეული. ვინ გყავს აი, დარჩენილი? მოიცა დანი ის წინ ხო ყავს შეშკო და ლევანდოვსკი და ამ პოზიციის ხალხით იყოს მონტელა ჯან. აეროპორტი კი, სწორია. იყოს. თურქია არ ყავს არა. არა, თურქია არ ყავს. ილდიზი კი ვიფიქრე, მაგრამ არ ყავს. მე აუჩევ, ილდიზი დააქვს ჩაგარეთ. მე აუჩევ ამ ფეხბურთის თქვენ დააგობრდავთ გუნდი, როჩა? კი. ამ სპორტის ერთ-ერთ ინოვატორს მწვრთნელს რომელსაც ბევრი მწვრთნელი აღზარდა ისეთები როგორც არიან აგელსმანი მაგალითად და აუჩევ რალფ ფრანკინგს. მე კი ხალხო თუ იფიქრეთ რომ ქართველის და საქართველოს ნაკრების გარშე შევიდა ჩემი გუნდი, არა, თუ წინაზე დავიწყე, ახლა ვამთავრებ ვილის ანიოლი. დიდი ქართველის აპატიო თბილისელი. მოაგებინებს ამ ნაკრებს ევროპასაც და სოფლიოსაც ისეთი გუნდი ყავს. კაი, ეხლა მეგობრებო, წარვადგინოთ ჩვენი დაიწყე ციხეთით დავიწყოთ, იმიტომ რომ პირველი იყო. რადგანაც ამის მიზანი, ამ გუნდის მიზანი ხო არის სოფლიოს მოგება. შესაბამისად, 8 თამაშიანი ტურნირის მოგება. ხო, რა თქმა უნდა. ასე რომ აქ მოდრიჩი რობებერი, აი და 40 წლის არის. საერთოდ არ აქვს მაგას დიდი მოდრიჩი გაიფიქრა. თავად შეუძლია. 40 წლის ხალხები მოხუცი არა. მე დაგიდასტურებ რომ მოდრიჩი გაიფიქრა. მაშინ გავა დავით. იბო კურტუა შესულმა ისებუა. ბებერი. იბო კურტუა კარში. არა, ჯერ დაიწყე რა ტაქტიკით თამაში 4-3-3. 4-3-3. 4-3-3. ვილის ანიოლის საყვარელი ტაქტიკა. კი ბატონო. კარში იბო კურტუა, ერთ-ერთი ტოპ მეკარე, ტოპ 3 მეკარე ახლა სოფლიოში. დაცვის ხაზი ცენტრში ტონი რუდიგერი და ვირჯილ ვან დაიკი, შვენიერი დუეტი.
რადგანაც წინ ძალიან შემტევი მგონია რომ ეს გუნდია, მაინც შედარებით დაცვითი კონრად ლაიმერი მარჯვენა მცველად და ნუ პრინციპში შეზღუდულიც ვიყავი არჩევანში ახლა მაგას წავდა და იტალიიდან ფედე დი მარკო მარცხენა მცველად. სამი ნახევარმცველი, ჩემი საუკეთესო ნახევარ-დაცვა მყავს, მოდრიჩი უკან, პედრი და ვიტინია მარცხნივ და მარჯვნივ და შეტევა მარცხენა ფლანგზე კილიან მბაპე, მარჯვენა ფლანგზე კოლ პალმერი და ცენტრალურ თავდამსხმელად ისაკი. თან ისაკიდან მბაპე გაცვლიან ხოლმე პოზიციებს. თავარი მცველი ვილი სანიოლი. მშვენიერი. უბალანსებელი გუნდია. სანიოს მბაპე გაუქმებოდა ძალიან. მე ტაქტიკით დავიწყოთ. ჩემი ძალიან ჰიბრიდული გუნდია მართლა ხო რომ ჰიბრიდ. პირველად ფიქრობ რომ საუკეთესო გუნდი ყავს წინებზე ვიტყუებოდი იმიტომ რომ ხვდებოდი რომ აი დესტინი უდოჯი მაგალითად ძალიან დიდი დაუნგრეიდი იყო და ეხლა მართლა მგონია რომ საუკეთესო მყავს 4-3-3-ია რომელიც 3-4-3-ად გადაკეთდება და 4-3-1-2-დაც და ეხლა ახსნი როგორ გუნდის თავმჯდომარე რაულ ფრანგნიკი კიდევ ერთხელ ანუ ინოვატორი რომელსაც შეუძლია რომ რა ვიცი ამ გუნდისგან მაქსიმუმი იყოს და უბრალოდ კალცონაზეთან აქტიკ შორის ვარჩევდი მათიოსი რა ფრანგნიკ შეუძლია ეგ აკეთოს და მამარ დაკარში ვირადღირებული მეკარე ლივერპულის ისტორიაში და არა მარტო ლივერპულის ისტორიაში კალაფიორი გვარდიოლის სალიბა ფრიმპონგი ასეთი დაცვა ყავს პრემიერ ლიგური და შემტევით საკუთარ შვენი კალაფიორი გვარდიოლის სალიბა ფრიმპონგი და მე ვფიქრობ რომ ხშირად კალაფიორი გვარდიოლის სალიბას სამეული დარჩება და ფრიმპონგი წავა წინ რომ იამალს მისცეს თავისუფლება რომ ცენტრში შევიდეს ეს თქვენი ძალიან ლოგიკურია ნახევარ-დაცვაში მყავს ნევეში მუსიალა და სობოსლაი და წინ მყავს არდა კეინი იამალი და მე მაგას ვამბობ რომ არდას მარცხენა თამაში არდას მარცხენა თამაში მაგრამ გადაკეთებაზე რომ ვამბობ რომ გადაკეთება მეთქი არდას 10-იანი საშუალება ჩემი ჯობი არდას 10-იანზე შემოსვლის საშუალება აქვს და კალაფიორის აწევის ან იამალს ცენტრში შემოსვლის და ფრიმბოქს აწევის ამიტომ მობილურია რა ეს გუნდი ძალიან ისე როგორც მუსიალა შეუძლია რომ ავიდეს და ძალიან ტელეფონი მადლობა ლუკა მაგრამ ერთი სული მაქვს გიორგის ფულარას გუნდი მოგირჩა შენი გუნდი ტაქტიკა 3-5-2-ზე შევჯერდი საბოლოო Let's go. ხა როგორ ვინჩენცო მონტელასის თავარი მცველი კარში მანუელ ნოიერი საუბერზე მეტია ამ მასაკშიც კი 39-ისაა და მაინც არ გარგავს რეაქციას რეფლექსებს ნახეთ ლეველინგთან მისი მოგერიება რიკოშეტის მე და მაშინ დარწმუნდა ხო სუპერთაზე იყო ეგ ამბობ ესე იგი დაცვაში ვანდევენი უპამეგანო და ბონჯორნო უცნაურად ჟღერს მაგრამ ნოიერის სახით ყავთ იდეალური დამზღვევი ვანდევენი ძალიან სწრაფია უპამეგანო ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ამავდროულად ფეთქებადი ამოირბენს უცებ ფორვარდის წინააღმდეგ და არტმევაზე ძალიან კარგია წელთან მშვენიერია ჯერჯერობით. ალესანდრო ბონჯორნო პოზიციურ თამაში ერთ-ერთი საუკეთესოა რეალში ნამდვილად. აუ რა ხალხი შეგეძლოა და პრიო ყავს დაცვაში. ამ ხრივ გამორჩეული იყო ტრამების და მიუხედავად. ეს თავარი პოზიცია ხა ნახევარი. ნახევარ-დაცვა, ხო. ქოჩურაშვილი, მარტი სუბიმენტი, კევინ დე ბრუინე, დეკლან რაისი, სკოტ მაქტომინეი. მაქტომინეის კარგად შეუძლია ფლანგებზე სიტუაციურად თამაში. ის ნაპოლიშიც ჩანს შვენიო, როცა კონტე მაგალითად არის თამაშები, როცა არ გამოდის გამოკვეთილი მარცხენა გარემარბი და მაქტომინეი ითავსებს ამ პოზიციაზე. ასე ორივე ფლანგის ათვისება შეუძლია. კევინ დე ბრუინეს რამე მარჯვენა თამაში დექინა პასები ასევე შეუძლია და არაერთხელ დაუმტკიცებია ეს ამბავი. ქოჩურო სუბიმენდი ბურთის გათამაშება, დიაგონალები, ბურთის ჭერა, ზოგადად ტემპის გაკონტროლება ჩვენიერი არჩევანია მოვიქცევ და იქვე რა თქმა უნდა დეკლარაცია რომელიც ჩაშლაზე არის იდეალური და ერთ-ერთი საუბარი. როგორც მოხდა ვინგბექება გეტყავს დე ბრუინე და მაქტომინე. სიტუაციური ვინგბექება და საუბარი. და წინ ორი თავდამსხმელი სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა სტილის, მაგრამ მაინც ორია ისეთი მძლავრი მძიმე ფორვარდი, ბენიამინ შეშკო და რობერტ ლევანდოვსკი. შეშკო რომელიც თავის გაბარიტებიდან გამომდინარე ძალიან სწრაფია. მეორე სართულზე იმ ხელმოწევა ჰაერში რომ რა ვიცი, საოცრად და ლევანდოვსკი აქაც მეგონა საუბარია. ის ამ დროსაც შეუძლია ეს მაქსიმალიზმი ხედავთ ის რა თქმა უნდა კლასს არ გარგავს, დღემდე ძალიან შედეგიანია და ამ გუნდში მე გამომადგებოდა. თან მონტელაშვილი ყოფილი თავდამსხმელი, რომელიც კიდე რაღაცებს ურჩევდა მორფეს. 1 მინუტი შეგვიძლია. ფიზიკურად ფლანგზე ვერავინ ვერ ირჩევს. არა 1 მინუტი. ცოტა სირბენი. მე იცი რა ზავარ ანუ ხალხს ბელინგემი, ჰოლანდი, კვარბაპე, იამალი და ფულარ სკოტი მაქტომინე რა მაგრა გვასაღე. სერიას აუგეთა ფეხბურთელი. ანუ ფაქტობრივად ფულარ სერიას პრობლემა არის ეგ. რო ჩვენა გუნდებმა რო იჩხუბა. სუპერსტარ პაუერ რასაც ქვია, ფაქტობრივად არ გაქვს გუნდში. ნუ ნოიერია გუნდში. ლევანდოვსკია. ბებე. მე რას ვამბობ, ჩვენ აგვირჩია გუნდები. კევინ დე ბრუინე რა ვიცი. ჩვენ რო აგვირჩია გუნდები, დავტოვებდით ფულარას გუნდს. სახე ყველა თქო სახე. მე ვარ სუპერსტარ პაუერ. ჩვენიერი გუნდი ყავს ჩემი ერთ მართლა ხურობის. ესე რავი კაი გუნდი. ფლანგებზე ვერავინ არ იბრეს 1 მინუტში. მე ვიტყვი რომ ჯგუფი რო აწყდეს ფულარას გუნდი ცემს ჩვენ გუნდებს.
ამის თქო შემიძლია. არის ჰოლანდი მყავს მე. კაი, ჩემი მწვრთნელი არის რუდი გარსია. ბელგიის ეხლანდელი მთავარი მწვრთნელი, იმიტომ რომ ბელგია დამრჩა უტე. ელაპარაკე. კარში მიდგას დავიდ რაია, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ამ სეზონში. კიდევ ერთხელ გეტყვი. ბოლო 3 ტურის მიხედვით. ორი კვირა ბოლო ორი კვირის აი გუში რომ დაიძინა. საუკეთესო იყო. შენი ტაქტიკა რა არის? 4-2-3-1 4-3-3. აი მითხარი მიყევი ახლა. და რიგ მომენტებში საერთოდ 5 წელიანი ჩემი ძლია რა. ძალიან ლავირება და გუნდი მყავს მოკლედ შემიძლია ეს თქვა. დავიდ რაია დგას კარში. ნუნო მენდეში მარცხენა მცველად, მარჯვენა მცველად დენზელ დუმფრისი და ორი ცენტრალური მცველი ბასტონი და დავიდ ალაბა. ალაბა არის ცოტა პრობლემა ამ შემთხვევაში. მაგარი დაცვის დუეტი. შეიძლება დაწოხოს. ვიცი როგორ? დაცვის დუეტი ოღონდ. ხო, ცენტრი. დავიდ ალაბა და ჯო არ ჭირდება. ორი ცაცია, ერთი რომელიც არ თამაშობს და მეორე რომელიც 4 წელია შეიძლება. აუ. დავიდ ალბათ შემაზეთ ხტილები აღარ აქვს. აუ. ხო, აი დავიდ ალაბა პრობლემა არის ამ შემთხვევაში. რაჭუნის დავიდ ხმა ალაბა, ეს. უყურე, ბიჭო. ჩემი გუნდი თქვენ გუნდს არ შეხვდება არასდროს. ერთი რაღაცა. ვიღაცა ჩახედავს ფურცელზე დავიდ ალაბას დაინახავს და ვა, დავიდ ალაბაო იფიქრებს. უბრალოდ ერთ ვიტყვი, 4 მცველი იყოს, აქედან 2 მაგ სქემაში არ თამაშობს, დუმფრისი და ბასტონი და ერთი არ თამაშობს. გაიცილე. ნახევარდაცვა. ამ ხმის მიცემა არის ამ გუნდებზე. კი, რა თქმა უნდა. ანუ ცალსახად პოლს გავაკეთებ კი. ცალსახად ჩემი გავა ბოლოზე, მაგრამ არ მაქვს პრობლემა ამაზე. ანდერდოგებიც იგებენ კიდევ ერთხელ იმეორე. კაი, ნახევარდაცვის ხაზში. იოზუა კიმიხი, ჰაკან ჩალხანოღლუ და ჯუდ ბელინგემი. როგორ მოახერხე ასეთი? აი არ ვიცი. ეს პროვოკატორია შემოგზავნილი. დიდებული ნახევარდაცვა. რო შევიგინო თუ შეიძლება. არ შეიძლება. აი ეს მილორას მისამართით. გრაგდენიც მოვიდა, გვერდზე დამწვარი აქვს და ყვითელი რო არის და აქამდე გზა. აუ, ეს არის აი დემაგოგი უბრალოდ. და მეც აღარც აი სიტყვას აღარ დავხარჯავ. შეტევა ყავს კარგი რა ეგ არის. ხვიჩა კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია. არ მართლებს ეგ. მაიკლოლისე მარცხინდან კვარა, მარჯვნივ მაიკლოლისე და ერლინგ ჰოლანდი ფორვარდად. ანუ კაი შეტევდავს. საუკეთესო გუნდი. ძალიან მაგარი შეტევა არის. უბრალოდ ძალიან. კაი, ხურა აქეთ იქით ყვარაულის შეუყურება. ხო, კაი შეტევა. შენი დაცვა ჯობია თუ ჩემი? დაცვა შენი. ნახევარდაცვა? მუსიალა ნევეში საბოსლაი. ნახევარდაცვა ყოველთვის მაგაც იქნება. არ ვიცი, შენი ამდენად ჯობია. ედრი ვიტინე და ჩალხანოღლუ და ბელინგემი. მე ხმას არ ამოვიდა. ჯამალ მუსიალა რომელსაც საუკეთესო გუნდი ყავს. რავი, იმაზე თუ მეუნები ამ სეზონში საერთოდ ტრავმა. კარგით, მეგობრებო. ალბათ კარიერაზე. საუკეთესო გუნდი ყავს მე უბრალოდ ანუ ეს ადამიანები იბრძვიან ხალხო მეორე მესამე ადგილისთვის. პირველი, მეორე. აი მე ეს. ვიტყვი რომ დაცვის ხაზი საუკეთესო ლუკას ყავს. რატო რუდიგერი ვან მარტო იმიტომ რომ არსენალის დაცვის ხაზი ნახევარდაცვა ციხესია ამერი და ნახევარდაცვა აუცილებლად ციხესია. არა იმერი ცუდია. არ მოიგონოთ ბიჭო, ანუ ფრიპონგი ყავს მარჯვენა მცველად. საუკეთესო ყავს და შენ საუკეთესო ნახევარ. ანუ ლუკას დაცვა უეჭველი საუკეთესოა. კაუჩი ბაპე, პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველები თამაშობენ ერთად. მე ორი ფორვარდი გერი ვაფშე არ ყავს. მე ორი ფორვარდი. შენ არამბოლის ელემენტებით რუდიგერის შემადგენლობაში ხავხდება ხანვერასაც არის. ვინ ერთობაში მაგალითად რუდიგერი. ხანგი ორივე. რო დაბრუნდება რა, გარანტირებული არა. ერთად მოყავთ. შვენი ორივე მარცხენა ვინგერი, ვინც ყავს ჯერემი ფრიმპონგის ფლანგს, აი ჰაერში აწევენ უბრალოდ. სალიბა დგას იქვე ეხმარება და ნევეში. სალიბა დგას არა, ნახევარდაცვა ციხესია ხოლმე ყავს გასაკავებელი. ნევეში. ვიტინია, პედრი, მოდრიჩი საუკეთესო ნახევარდაცვა არის. კი, კი. არ გადავსებენ რა. ულაპარაკ. ანუ ერთი კუნთები შეიძლება აკლია ამას, მაგრამ არა, არა. რა თქმა უნდა ჯობია რა. მუსიალა ნევეში საბოსლაი. არა, არა, ნახევარდაცვა ცალსახად ნახევარდაცვა აი მოდრიჩის თავდასხმას. ჩემს არ დაეწუნა. ციხეს ნახევარდაცვა პრობლემა აქვს დაცვის მხრივ. ხო, შენ ნახევარდაცვას დაცვის მხრივ ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ბურთს ისე დავმალავთ, რომ ანუ დაცვა მაგაზია რა, დამალოა. ვერ დამალავ. შეტევაც ყველაზე კარგი ყავს ბაპე ისაკი პალმე. მე ვერ ხედავ არა, ფულარას შეტევა, გუნდთან, ანუ. ფულარას გუნდთან შენ გუნდი ფულს როგორ მალავს არ ვიცი. ხო, 5 ნახევარი. გაჭმევენ მაგ ბურთს. სკოტ მაკტომინეი, ქოჩორაშვილი. შენ ბურთს როგორ უნდა გაცდე მაგ. დიკები დებრუენ ანუ. გამიგიგი რა, როგორ მოახშობენ. გაჭმევენ შენ. ნინო, წამი როგორ მოგუდავენ იქვე? არა პრობლემა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. დაანახეთ. მაყურებელს ხელახლა ისე დამთავრე რომ ეს ერთად იყო იქვე ხმობს და. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. მშვენიერი გუნდები გამოვიდა. კონტროვერსიული გუნდებიც არის რაღაც ვარსკვლავი და ხონსული გუნდები. ყველანაირი გუნდია მოკლედ. მაყურებელს თხოვოთ საკუთარი ფავორიტი გუნდი კომენტარებში დაგვიწერონ რომელია და ასევე
დაგვიწერონ ფეხბურთელები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ამ გუნდებში იმსახურებდნენ და არ არიან. ხო. კი. ძალიან საინტერესოა. შეიძლება ასევე რაღაც ისეთი გუნდებიდან რაღაც ფეხბურთელები გამოგჩათ, რომელიც აი მაგალითად ეს სლობოსლაის და ფეხბურთელებს გულისხმობ მარტო რო არის ერთი ვარსკვლავი რაღაც თავის გუნდში. აი აკანჯი დონა რო შეიძლება არა ეგეთი ბავს აკანჯი მე მყავდა დონა რო ვარიანტად და რორამე ალაბას აკანჯი შემწყავს შეიძლება. ბენჩზე მიდის მაგრამ არის მე თქოს ასე ბევრი შეიძლება. დონარუმა არავის ორივეს მიდის ბენჩზე აკანჯი რა გინდა ისე როგორ მოხერხდა რომ ჯიჯი არავინ არ არის მე იტალიელი დიმარკოში დავხარ. შენ კარგი მამარებას ხო? შენ ისეთი კურტურტუ. აი ესენი არასოდეს არ მორჩებია მეგობრებო და დაანთო. ტიტრები აქ ტიტრები ჩამოდის ამ დროს რა. ფარდა იწევა და ასე შემდეგ.